ხო, რითი მინდა დავიწყო, რომ ეს პირველ რიგში ეს გადაცემა ემსახურება სტერეოტიპების სხრევას ჩვენ ქვეყანაში, საქართველოში, იმიტომ რომ ეს სტერეოტიპები, რომელიც გამეფებულია ჩვენ ქვეყანაში და აუხსნი ამას, რასაც გულისხმობ. რაღაცნაირად ისე არის, ხო იცი, საქართველოა მაინც ყველა ვიღაცის ის არის, ვიღაცის ვიღაცა არის, ვიღაცის ვიღაცა და მოკლედ აი თხოვნები რომ ისა და იქნებ იმაზე არ გააკეთო, იქნებ იმაზე არ თქვა არაფერი, იქნებ იმაზე კლიპი არ გააკეთო და მოკლედ აი ესეთ სიტუაციებს წავაწყდი რა და არ არის ეს არის სიყვარულით გაკეთებული ამბები და ეს არ არის ამას უკან არდებს არანაირი შური, არანაირი ბოღმა არაფერი და ის რაც გამეფებულია ის რაღაცნაირად თუ არ მოვაშთეთ ჩვენი ქვეყნიდან არაფრით არ შეიძლება რა. ესო აი ბედნიერი ერი რო დაწერა ილია ჭავჭავაძე, მაშინ ატყდა ერთი ამბავი რომ აი და რა აკადრა ქართველებს, რა გვაკადრა და აი როგორ უყვარს ამას საქართველო და ქართველები და გახსოვთ თქვენ რაც მოყვა ბედნიერი ერის შემდეგ ამ ყველაფერს და მე ილიამ ესეთი რაღაცა დაუწერა რომ ჩემზე ამბობენ სიავეს ქართლისას ამბობს ჩვენს ცუდს არ მალავს ეს ხომ ცხადი სიძულვილია ბრიყნი ამბობენ კარგი გულიკი მაშინვე ცნობს ამ სიყვარულში ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია რა ვიცი აი თეორიის სიტყვით ესე ვიტყოდი ამ სიტუაციას მეც და ძალიან დიდი სიყვარული დევს ამის უკან ჩვენ რასაც ვაკეთებთ რა ეს არ არის ის რომ რაღაცა ზიზღი და შური და ბოღმა და უბედურება იდეს და აქედან გამომდინარე ვაკეთებ და რა თქმა უნდა იმ პრობლემებსაც ვეხებით რა პრობლემებიც არის ჩვენ ქვეყანაში რა რა თქმა უნდა შევეხებით ყოველთვის ამ პრობლემებს ხო ხა დავუშვათ რაღაც სიმღერები სპეციალურად რუსულენოვანი სიმღერები ავირჩიეთ და გავაკეთეთ იმიტომ რომ ეს მგონია რომ ამ სიტუაციას ზუსტად ეს შეეფერება და მიესადაგება ხო დავუშვათ აი ელენე ხოშტარიას სიტუაციას აბსოლუტურად მიესადაგება ჩემი აზრით ის რუსული სიმღერა რაც გავაკეთეთ ხო და ეს აი ამ ძირითადად ასეთი რაღაცეებით ხემძღვანელობთ და ალბათ თქვენც ხედავთ რომ და გიგზნობა ტელევიზიი და ტელევიზორიდანაც და რა ვიცი სოციალური ქსელებიდანაც თუ არ არის ეს რაღაც ისეთი რომ აი ოლეოლა და დედას მოვედა აი ეს ამბავი რა პირიქით ამის წინააღმდეგი ვარ მე და თორე ვერავინ ვერ დამასწრებდა სიმღერის გაკეთება დედის გინებით რა გარწმუნებთ ამას რა აბსოლუტურად ვერავინ დამასწრებდა რა მაგრამ ამას არ გავაკეთებ იმიტომ რომ სხვა არის სხვა რაღაცა ამოცანა ამ გადაცემის და ამიტომ ვაკეთებთ იმას როგორც ვაკეთებ და რანაირადაც ვაკეთებთ რა კარგით ეხლა დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა მე მგონი ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება იმიტომ რომ ეს არის წლევანდელი სეზონის ბოლოს წინა გადაცემა შემდეგი გადაცემა იქნება დახურვითი გადაცემა და ძალიან საინტერესო რაღაცას შემოგთავაზებთ ჩვენ თვითონაც ვმუშაობთ ამაზე და არ გვინდოდა რომ ეხლა დრო დაგვეხარჯა იმაში ტყილა რომ დღევანდელ გადაცემაშიც კიდე გაგვეკეთებინა რაღაც ესეთი მარგალიტები რომ ამაზე და ყველაფერი ვიფიქრეთ რომ რაც არის ერთად შევაგროვოთ დაუშვათ და გავუშვათ სეზონის ბოლო გადაცემაში და ვემზადებით ამიტომ დღეს ისეთი უხვი მარგალიტები არ იქნება მაგრამ რაც იქნება მაინც იქნება კი და ძალიან საინტერესო ამას ნახავთ თქვენ თვითონ რა